ბათუმში შავი ზღვის რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი ბათუმური რაფსოდია მიმდინარეობს. მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსები იმყოფებიან მზიან აჭარაში და ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, სოპრანო, ცნობილი მომღერალი თამარ ივერი, რომელიც უფრო ვრცლად და დეტალურად გვეტყვის თუ როგორია ფესტივალის მიმდინარეობა. ქალბატონ თამარ, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ და პირველ რიგში გითხარით გახსნის ცერემონიალმა როგორ ჩაიარა და როგორ დაიწყო სტარტი, როგორ აიღო ფესტივალმა. გამარჯობათ, მოგესალმებით, ძალიან მიხარია ამ თემაზე თქვენთან ჩართვა. 19 სექტემბერს გავიხსენით, ჩამოვიდა მსოფლიოში ცნობილი სამი მენტორი, პედაგოგი, მომღერალი, უპირველესად მინდა აღვნიშნო მსოფლიოში ცნობილი ტენორი მარჩელო ალვარესი, არგენტინელი ტენორი, რომელსაც ლუჩანო პავაროტის ესე ვთქვათ, შემცვლელადაც მოიაზრებდნენ. მართლაც ძალიან დასაფასებელია, რომ ის ჩამოვიდა ჩვენი ახალგაზრდების აღმოსაჩენად. ასევე კიდევ ორი მენტორი, ვალენტინ პეიჩინოვი ნიუ-იორკიდან და მეთიუ აბელი საფრანგეთიდან. და მინდა გითხრათ, რომ მათ დახვდათ შესანიშნავი ხმები, შესანიშნავი პერსპექტიული ბავშვები. გახსნა გქონდა საკმაოდ საქმიანი. ეს იყო სამი აი ამ მენტორის პედაგოგის ღია გაკვეთილები, ღია მასტერკლასები, რაც აუცილებელია ასევე პუბლიკისთვის, რომ მათ დაინახონ მათი მუშაობა ახალგაზრდა მომღერლებთან, ესე რომ საკმაოდ ნაყოფიერი და საგანმანათლებლო კუთხით და ძალიან საქმიანი გახსნა ჰქონდა. ხოლო აი გუში ჰქონდა ძალიან ესეთი ნაყოფიერი დღე, როდესაც მათთან დარეგისტრირებული მომღერლებისგან ამ სამ მენტორს 6 მომღერალი უნდა აერჩია გალა კონცერტისთვის და აი ესენი გაოგნებულები არიან ჩვენი ხმებით, ჩვენი ესე ვთქვათ გაქანებით მომღერლების და ძალიან ბედნიერები არიან მოკლედ ასევე ქალაქ ბათუმით და ყველაფერი აი საოპერო ზეიმის ატმოსფეროთი რაც ბათუმში ხდება. დიახ, რაც შეეხება ხვალ დიახ მეოთხე ტარდება უკვე ფესტივალი. რომ გითხრათ წინა სეზონებისგან განსხვავებით ამ სეზონზე რა სხვაობა იქნება ის მართლაც უმბერაზი მუსიკოსები რომლებიც ჩამოთვალეთ გარდა მასტერკლასებისა ხომ არ გამართავენ კონცერტებსაც რომელზეც შეეძლება მსმენელს დასწრება არა ამჯერად ჩვენ არ გვინდა რომ რაღაცა ვთქვათ ან ბავშვები დაიჩაგრონ ან რაღაც ეგეთი და ვთქვათ რაღაც მათ ჩაატარონ რამე კონცერტი და ესე ვთქვათ ეს ფესტივალი და ეს სეზონი ეთმობა ბავშვებს და ისინი იქნებიან ჩვენი ესე ვთქვათ მთავარი ღერძი და მთავარი გალა კონცერტიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი არც მე მომღერი ვარ და ნუ მოწეული ყავს რა თქმა უნდა მომღერალი რომლებიც ორი მომღერალი, რომლებიც 26-ში იმღერებენ სოფლის ღირსებას. ეს არის ელმინა ჰასანი, რომელიც გრან-პრის და პირველი ადგილის მფლობელი გახდა ჯერ ბათუმში, მერე თბილისში და შემდგომ პლასიდო დომინგოს ოპერალიაზე, მართლაც ამომავალი ვარსკვლავი გოგო, ის იმღერებს სანტუცას როლს და ტურიდუს როლზე ყავს ასევე ძალიან პერსპექტიული ესპანელი ტენორი ანდრეს სანჩეს იოგლარი. დიახ, აი ეს იქნება 26-ში პიეტრო მასკანის უკვდავი ოპერა სოფლის ღირსება და ყველას თბილისიდანაც, ქუთაისიდანაც, რეგიონებიდან, რა ვიცი, ვინც რამდენსაც დაიტევს დარბაზი, ყველას ვეპატიჟებით აი ამ სპექტაკლზე 26-ში 20 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში. იქნება ნამდვილად საოპერო მუსიკის ზეიმი. მთლიანად სპექტაკლი არის ნახევრად საკონცერტო შესრულებით, გაფორმებული კოსტიუმებში, ყველანი არიან ახალგაზრდები, მონაწილეები, პრაქტიკულად ახალგაზრდული სპექტაკლია, ალფიო იქნება აკაკი გუგუშვილი, ლოლა, ანასტასია მინაშვილი, ეთერ ხალვაში დედას როლში და აინუ ახალგაზრდული სპექტაკლი გვაქვს. ამავე დღეს გაიმართება დილიდან საღამომდე უკვე სხვა დარბაზში მოსმენა ახალგაზრდა
მომღერლების, რისთვისაც ჩამოდიან 5 ცნობილი აგენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ისინი მოისმენენ ჩვენს მომღერლებს 26-ში და 27-ში, ანუ 2 დღის განმავლობაში. ქალბატონო თამარ, ერთი და შეკითხვა 28-ში დაგვირგვინდება. თუ შეიძლება მოდიში რომ გაგაცნობინეთ, ბათუმში ტარდება ეს ყველაფერი და რატომ გადაწყდა ბათუმია? უბრალოდ აი ესეთ შეკითხვა გამიჩნდა. იცით რა არის 4 წელიწადია უკვე ბათუმში ვატარებ. ნუ ჯერ იმიტომ რომ ბათუმთან მაკავშირებს ჩემი შემოქმედებითი დაბადება, იმიტომ რომ პირველად სცენაზე ფეხი დავდგი და ვიმღერე როგორც სოლისტმა ბათუმის საოპერო სცენაზე. მე 5 წელი ვიყავი აქ ბათუმის საოპერო თეატრის სოლისტი და ძალიან მიცნობს აქ პუბლიკაც, ხალხიც ყველა. და ამასთან ერთად თბილისი მაინც არის განებივრებული ფესტივალებით, რაღაცა ვოკალური, თქვათ რაღაც საოპერო დადგმებით. აქ ჯერჯერობით ოპერის თეატრიც არ არის ბათუმში. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ იქნება. და მე ვგრძნობ, რომ ამ ქალაქს აქვს ძალიან დიდი გაქანება და ესე ვთქვათ, უფრო აკლდა ესეთი, ვთქვათ, რაღაც საოპერო და კლასიკური ფესტივალები და რაღაც პროექტები. თბილისი ამ მხრივ უფრო განებივრებულია. დიახ, და აი ამ მხრივ და იმ მხრივ რომ მაკავშირებს ბათუმთან ბევრი რამ, აიმიტომ გადავწყვიტე. ქალბატონო, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით და როცა იქნება დაახურვის ცერემონიალი და დაგვირგვინდება ფესტივალი, 26-ი უკვე განვიხილეთ და 28-ში ან ნებისმიერ სხვა დღეს თუ ექნება თუნდაც ბათუმელ მსმენელს იმის საშუალება, რომ თქვენ პირადად მოგისმინონ, იმიტომ რომ როგორც ფესტივალის საორგანიზაციო ნაწილი ძალიან აქტიურად ხართ დაკავებული, მაგრამ როგორც სოლისტი იქნება წელსაშუალება იმის, რომ თქვენ მოგისმინონ. თუ არ გცალიათ იმისთვის, რომ აი მაგას აღნიშნავდი წეღან, რომ მთლიანად ამას აღნიშნავდი წეღან, რომ ან ვინმე რო არ დაიჩაგროს გამომსვლელი ახალგაზრდა პროფესიონალის წინაშე და რაღაც მაინც ჩვენ ვაძლევთ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ არავინ უფროსი თაობის, ესე ვთქვათ, არ მღერის, ვაძლევთ ყველანაირ საშუალებას მხოლოდ ახალგაზრდებს, რომ მათ წარადგინონ თავის. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მეც ვიმღერებ და მოწვეულიც მეყოლება მომღერლები, მაგრამ ამჯერად ყველანაირი, ესე ვთქვათ, კარდ ბლანში გამოთქმა როა აქვთ ახალგაზრდებს და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, ანუ 28 სექტემბერსაც, ასევე 20 საათზე, ასევე ბათუმის დრამატულ თეატრში იქნება ეს საზეიმო დასკვნითი გალა კონცერტი მასტერკლასის მონაწილე ბავშვებით და მინდა აქვე დავაანონსო ჩემი იდეა, რომელიც ძალიან მინდოდა განმეხორციელებინა, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ვაყალიბებ და ესე ვთქვათ შევქმენი, დავაფუძნე საპატიო ჯილდო ოპერის ოქროს ხმის. ეს საპატიო ჯილდო გადაეცემათ საოპერო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ამაგდარ ადამიანებს და ძალიან მიხარია, რომ უკვე ყავს 3 ადამიანი, ვისაც გადაეცემა ეს შესანიშნავი ჯილდო და ასევე ფულადი პრემიაც. 28-ში გავიგეთ მათ სახელებს. დიახ, და 28-ში გადაეცემა. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს აი ამ ჯილდოს დაფინანსებისთვის. მინდა მადლობა ქალბატონ თიკარუხაძესაც გადავუხადო და ეს იქნება საოპერო მუსიკის ძალიან დიდი ზეიმი და აქვე მინდა რომ მადლობა გადავუხადო უპირველესად საქართველოს კულტურის სამინისტროს, როდესაც დაიბადა 2022 წელს მთელი ეს ჩემი ფესტივალი, პროექტი, ეს იყო ქალბატონ თეა წულუკიანის მიერ ანთებული მწვანე შუქი და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ქალბატონ თეას გადავუხადო მადლობა, რომ რაც დღეს ხდება ეს ზეიმი საოპერო მუსიკის ეს პროექტი, ეს არის გაგრძელება სწორედ აი იმ 2022 წელს ჩადებული, ესე ვთქვათ, საფუძველისა და ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხელშეწყობა გვაქვს აჭარის მთავრობისგან, კულტურის სამინისტროსგან, ქალბატონ მაია ხაჯიშვილისგან მქონდა ეს ხელშეწყობა ადრე და ახლა ელისო ბოლქვაძისგან და ბათუმის მერიაც ძალიან აქტიურად ყოველთვის იღებდა მონაწილეობას. ნუ ახლა მანამდე ბატონი არჩილჩიკოვანი, მაგრამ ახლაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი მერიც, ესე ვთქვათ, გვერდში დაგვიდგება. ესე რომ აი ამ ესე ვთქვათ, ამ ადამიანების შემწეობით
არის მხარდაჭერით რომ არსებობს ჩვენი ფესტივალი. თუ შესაძლებელია აქვე მინდა მადლობა გადავუხადო. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გენერალურ სპონსორებს Jetty Clouds, Orbs და Anax სამშენებლო კომპანიებს. მადლობა. მათი თანადგომით არის დიდი მადლობა. დიდი მადლობა თამარი ვერსაუმა ფესტივალს და ყველა ახალგაზრდას რომელიც ეგრეს მონაწილეობას ამონიზებდა. ფესტივალის დახურვა, გრანდიოზული ღონისძიება და როგორც გავიგეთ, ოქროს ხმის გამარჯვებულების დაჯილდოება მათი სახელების სწორედ 28-ში გაიგოვა. დიდი მადლობა წარმატებები ამ ფესტივალს. დიდი მადლობა ახალგაზრდებს.